მოგესალმებით უყურებთ ახალობებს პირველზე მე ქეთი მამრიგიშვილი ვარ. სამთვიანი მუშაობის შემდეგ სასურსათო პროდუქციის მედიკამენტებისა და საწვავის ფასს წარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია შემაჯამებელ სხდომას მართავს. კომისიის წევრები ამ წუთებში მსჯელობენ დასკვნაზე, სადაც გაწერილი იქნება ის რეკომენდაციები, რომლებიც კომისიამ ფასების დასარეგულირებლად შეიმუშავა. მათ შორის მსჯელობენ მომზადდეს კანონპროექტი, რომელიც კომპანიებს შორის ინსტიტუციური ურთიერთობების ჩარჩოს შექმნის. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით მუშაობის პერიოდში მუდმივად ხდებოდა ბაზრის მონიტორინგი, შეისწავლეს კონკრეტული ხარჯები და ფას წარმოქმნის ჯაჭვში მუდმივად იყო გამოკვეთილი დამატებითი ხარჯები, რაც საბოლოოდ პროდუქტის ღირებულებაზე აისახებოდა. სხდომაზე აღინიშნა, რომ პრობლემა იყო ჯავშნის სტრუქტურულ მოწყობაში. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით რეკომენდაციის ნაწილში უხეში ჩარევა არ უნდა მოხდეს, ეს ჩარევა უნდა იყოს ეტაპობრივი. ფას წარმოქმნის ჯაჭვში გროვდება დამატებული ხარჯი, რომელიც საბოლოო ჯამში აწვება პროდუქციის თვითღირებულებას და აქ არის მნიშვნელოვანი რესურსი, რომ მოხდეს ამ სტრუქტურის სწორად გადაწყობა, საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესება, რაც საბოლოო ჯამში ერთიანობაში გახდის უფრო ეფექტურს და საბოლოო ჯამში მოხმარებელი მიიღებს მნიშვნელოვნად უკეთეს ფასს. პირველი ეს განაპირობებია მისი, რომ სათანადო გამჭვირვალეობა არ არის. და კომერციული ურთიერთობა გაუგებარია ის, რომ გადახდების მნიშვნელოვანი დაგვიანებები და აქ იყო პრობლემა, რომელიც იქნის დამატებით ხარჯებს და დამატებით ზეწოლას ქნის ჯაჭვში მთლიანად და ეს ზეწოლა, რაც უფრო ქვემოთ არის სუბიექტი უფრო ძლიერდება. მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩა ისევ გამჭვირვალობის ნაწილში ნაშთების მართვა და აქ ერთი რამე გამოიკვეთა ის, რომ არ არის ნაშთების ბრუნვის შესაძლებლობა სწორი და კონკრეტულ განსაკუთრებით წარმოებლების ნაწილში ხედველობაში გამცირე და საშუალო წარმოებელი მათ არ აქვს ტომა თავიანთი ნაშთების ბრუნვაზე, რაც საშუალებას არ აძლევთ მათ, რომ სწორად დაგეგმონ ბიზნეს პროცესები, ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ეს ფაქტორი სხვა ქვეყნებშიც იყო გამოხატული, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აუცილებელია სექტორის გაციფრულება. რეკომენდაცია არის, რომ ამ დირექტივის ფრაგლებში შესაბამისი კანონპროექტი უნდა შემოვიდეს პარლამენტში და პარლამენტმა შემდეგ უფრო U-ტიპი დირექტივა არის ცნობილი, ასე არსებული დირექტივა უნდა იმუშაოს და შექმნას ინსტიტუციური ჩარჩო ამ სექტორში მოთამაშე კომპანიებს შორის, ასე რომ ვთქვათ, წარმოებელს იმპორტიორ დისტრიბუტორ ქსელებს შორის ურთიერთობის ჩარჩო. ჯანდაცვის ნაწილზე რეფერენტულ ფასებს რაც შევეხეთ, კიდევ ერთხელ ეს სისტემა მრავალფაქტორიანია და კომპლექსურია, არსებობს რეფერენტული ფასების მოდელი. ჩვენი შესწავლით აჩვენა, რომ იმ მედიკამენტებზე, რომლებზედაც ეს რეფერენტი გავრცელდა, მნიშვნელოვანი შემცირება მოხდა ფასის ბოლო 2023 წელს დაინერგა ეს და დღის მდგომარეობით და საშუალოდ 40%-ის ფარგლებში მოხდა შემცირება. რეკომენდაცია არის, რომ ეს რეფერენტი გადიდეს უფრო დიდი რაოდენობის მედიკამენტები მოიცავს და თუ დღეს მოიცავს 7,000 რეკომენდაცია არის, რომ მოიცავს 11,000. საწვავთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ, რომ ყველასთვის გასაგები იყოს, გულშინდელმა შეხედეთ, რომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ფასი დამოკიდებულია პლაცის ფასზე, დიდწილად, ასე რომ ვთქვათ, საერთაშორისო ბაზრის ფასზე და ის განსაზღვრავს მოცულობითად 1 ლიტრს შევიძენთ თუ 100 ფასი მაინც ფიქსირებულია, ასე რომ ვთქვათ, პლაცის არის და ამას ემატება შემდეგ ტრანსპორტირების ხარჯი საქართველოში. ეს გამოიკვეთა. შემდეგ კომპანიების შეხვედრასთან გამოიკვეთა, რომ 8%, 7-8% არის მათი საოპერაციო ხარჯი. რაც გულისხმობს იმას, რომ სწორედ ის ლოგისტიკის და დისტრიბუციის ხარჯი, ბენზინგასამართი სადგურების მომსახურება და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში ასე იქნება ეს ფასი და მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ფასის შემცირება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პლაცის ფასის მოძრაობაზე, ხო, მაგრამ დიდი მიღწევა არის ის, რომ აღნიშნოთ, რომ მიუხედავად ან უმძიმესი კრიზისისა, რომელიც ენერგიის ბაზრებზე არის დღეს, ფასის და ჩვენთან მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე შედარებით აღმოსავლეთ ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში. რეკომენდაცია არის მხოლოდ ის, რომ რეზერვების სწორი მართვა იყოს, თუ შესაძლებელია უფრო მეტი რეზერვი ჰქონდეს.
ეკლესიის წინააღმდეგ რადიკალების შეტევა გრძელდება. მიხეილ სააკაშვილის საპატრიარქოს თავს უკვე ღიად ესხმის. წმინდა სინოდის მიერ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესს რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს. პარტიაში ლიდერების განცხადების გამართლებას ცდილობენ. მმართველ-გუნდში კი უსვამენ ხაზს, რომ გარე ძალებს დამორჩილებული აგენტურა ეკლესიის ავტორიტეტის შერყევას ცდილობს. მიზნის მიღწევის შემთხვევაში კი მათი პატრონების ინტერესების მარტივად გაატარებენ. ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ეგრეთ წოდებულ არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს. ამ არჩევნების სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლუბიანკაზე. წმინდა სინოდის საქმიანობაში არ ვერევით, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ეს არის პრეზიდენტი საქართველოს ყოფილი, მათ შორის არის მთავრობის ერთ-ერთი წევრი უკრაინის, ამიტომ მას ძალიან ბევრი ინფორმაციის წყარო აქვს და უბრალოდ ინფორმაცია აქვს იმაზე, რომ რუსული უშიშროება ცდილობს საკუთარი ხელები აფათუროს სინოდის არჩევნებში. ამაზეა საუბარი. ნებისმიერ ტიპრობას დასაკვირველი ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ სააკაშვილმა აუცილებლად მოწინავეთა რიგებში უნდა დაუმკვიდროს ადგილი თავის განცხადებებს. უტიფრობის თვალსაზრისით ეს არის რაღაცა მიუღწეველი ჯერჯერობით მწვერვალი და ვერც მისი გუნდის ყოფილი, ვერც დღევანდელი წევრები ამას ამ დონეს ვერ მიტყდებიან და რაც შეეხება სინამდვილეს, პოლიტიკურ სინამდვილეს, არც ეკლესიას, არც მთავრობას, არც სტრუქტურას საქართველოში არ დაუყენებია საქართველოში ისეთი უბედურების კალო, როგორც სააკაშვილმა გააკეთა, მათ შორის რუსეთისათვის ის 20% ტერიტორიების ჩაბარება. ასე რომ თუ სიღრმისეულად გავაანალიზებთ, მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილის ამ თემაზეც უნდა მოეთხოვოს პასუხი. ძალიან კარგად იცის მეხუთე კოლონის გამორჩეულმა ლიდერმა საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა, რომ სწორედ ეკლესია სანამ არის ძლიერი და ღირებულებები, სულიერი ღირებულებები არის მაღალ თამასაზე, რა თქმა უნდა, არანაირი შანსი უცხოურ ძალებს და უცხოურ ჩარევას საქართველოში, რომ ისევ პროქსი ქვეყნად აქციონ ჩვენი ქვეყანა და საკუთარი ინტერესი გაატარონ არა აქვს. მის საქმიანობას რო გადახედოთ, ნახავთ, რომ ის მუდმივად ანტიქართული, ანტიეკლესიური ქცევებით, ქმედებებით და ნაბიჯებით გამოირჩეოდა. დღესაც ის ცხადია საკუთარ ტრადიციას არ ღალატობს და რაღაც ცდილობს არარსებული, თითიდან გამოწვეული მიზეზებით პროცესს, რომელიც მნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ეკლესიისთვის, ახალი პატრიარქის არჩევას გულისხმობ, მას უწოდოს რუსული, შებღალოს ეს პროცესი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ცალკეული საკითხები. ეს არის მისი სახე, კიდევ ერთი დასტური, რას ნიშნავს იყო უცხო ქვეყნის აგენტი საკუთარ ქვეყანაში, სამწუხარო მოცემულობა, რომ ეს ადამიანი ოდესღაც იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. ეკლესიაზე თავდასხმის გარდა მიხეილ სააკაშვილი ეროვნული გმირის სახელის დაკნინებითაც დაკავდა. მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა ოპოზიციის ალიანსის ნაწილის კრიტიკისთვის გიორგი ანწუხელიძის სახელი გამოიყენა. მან ფაქტობრივად დაწერა, რომ ანწუხელიძემ თავი სააკაშვილის გამო გაწირა. პარტიულ შიდა დაპირისპირებაში ეროვნული გმირის სახელის გამოყენება მიუღებელია სახელმწიფო გუნდისთვის. მართლ პარტიაში იხსენებენ, რომ სააკაშვილის მიერ გადადგმულმა ანტისახელმწიფოებრივმა ნაბიჯებმა ქვეყნისთვის მძიმე შედეგები გამოიწვია. შესაბამისად, სააკაშვილს უფლება არ აქვს ახსენოს გმირები. ნაციონალურ მოძრაობაში კი საკუთარი ლიდერის გამართლება უშედეგოდ სცადეს. გაიხსენეთ თუ რა საიძულებდნენ მას, როცა აწამებდნენ, ეუბნებოდნენ შიაგინე მიშას და ანწუხელიძემ უარი თქვა ამის გაკეთებაზე. ეს პოსტი მარტო ქოცებს არ ეხებათ, არამედ იმ ხელმოცარულ ოპოზიციონერებსაც, რომლებიც აქტიურად ასრულებენ შიაგინე მიშას მისიას. ალვანელმა გმირმა სიკვდილის მუქარის ქვეშაც არ იკადრა ის, რასაც ახლა ესენი დიდი აზარტით და განცხრომით აკეთებენ. რატომ ახლა? იმედი ჰქონდათ, რომ ხალხი დამივიწყებდა და ახლა როცა ამან არ გაჭრა და პირიქით ხდება, თვითონ გადმოვიდნენ შეტევაზე და თანს წკინთ პასუხს რატომ გცემსო? რატომ არითმეს ჩვენს ნაძირლობასო. საქართველოს გამოაწამეს გიორგი ანწუხელიძე და ამაზე მიხეილ სააკაშვილს რა თქმა უნდა აქვს ინფორმაცია და გიორგი ანწუხელიძე ოჯახსაც გვერდში ედგა და გიორგი ანწუხელიძის სახელის უკტავსაყოფად ბევრი საქმე აქვს გაკეთებული მიხეილ სააკაშვილს. მან უბრალოდ ფაქტის კონსტატირება მოახდინა და კონტექსტთან ამოგლეჯილად კონკრეტულ ფაქტს მოიშველებთ ხოლმე ძალიან ყოლ. საქართველოში გმირების დეფიციტი არასდროს არ ყოფილა. ანწუხელიძე გამორჩეულია მათ შორის. მან თავი შეწირა თავის ქვეყანას, თავის ოჯახს, ჩვენ ოჯახებს და ზოგადად საქართველოს. ეს უნდა გვახსოვდეს ყველას და ამით სპეკულირება მისი სახელით, რომ მან მიშას არ შეაგინა და იმიტომ აწამეს, ეს არის უზნეობის პიკი, რომელსაც შეიძლება
ადამიანმა, ბევრმა ადამიანმა ცხოვრების მანძილზე ყველაზე უტიფარმას კი ვერ მიაღწიოს. ზნეობაა და დანაშაულია ქვეყნის წინაშე, როცა აი ამ გმირების სახელით არათუ სპეკულირებ, არამედ რაღაც კონსპირაციულ საქმეებს ეწევ ისეც, რომელმაც განაპირობა ამ გმირების დაღუპვა და მიატოვეს ბრძოლის ველზე. ცხედრები მიატოვეს ბრძოლის ველზე. მიხეილ სააკაშვილს არანაირი უფლება არ აქვს ახსენოს ჩვენი ქვეყნის გმირები, რამე თუ მისი ქმედება, მისი საქციელი, მის მიერ გადადგმული ნაბიჯები იმდენად ანტიქართული, ანტიეროვნული იყო და იმდენად მძიმე შედეგები გამოიწვია, რომ ამ ჭრილში რაიმე ფორმით გმირების ხსენება, გმირებზე დაყრდნობა და ამით საკუთარი მოსაზრების თქმა და გამოხატვა არის ამორალური. დაშლის პირას ყოფის სააკაშვილ ბოკერია გვარამიას ალიანსი რეგიონებში პარტ-აქტივთან შეხვედრებს განაგრძობს. ოპოზიციის წარმომადგენლები მოსახლეობის ნაცვლად მხოლოდ მცირე რიცხოვან მხარდამჭერებთან საუბრობენ, მედიასა და რიგით მოქალაქეებს კი აუდიენციაზე არ უშვებენ. პარალელურად გრძელდება დაპირისპირება ყოფილ და მოქმედ ნაციონალებში. ნაციონალურ მოძრაობას ოფიციალურად ალიანსი ჯერ არ დაუტოვებია, თუმცა არც შეხვედრებში მონაწილეობენ. გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილისთვის კი ნაცმოძრაობა გაერთიანებიდან უკვე გარიცხული, ამის შესახებ მათ ფოთში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან ღიად ისაუბრეს. ოპოზიციის მიერ რეგიონში გამართული შეხვედრების სახელმწიფო გუნდისთვის კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობას პოლიტიკური მომავალი არ გააჩნია. მართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით ფასადურმა შეხვედრებმა კიდევ ერთხელ ცხადყო ის, რომ რადიკალებს ხალხთან საუბრის რესურსი არ გააჩნიათ. მიშამ თვითონ თქვა, ხო, რომ მე არ მოვიხმევ თავზე არავის წესებს და სხვებსაც ურჩევ, რომ ეგრე არიანო და ეს განცხადება სრულიად შეუთავსებელია ალიანსში ყოფნასთან. ვინც აი ამ შეთანხმებას უპირისპირებდა და არ უღებს და სამწუხაროდ ეს არის სააკაშვილის ნაცნობ მოძრაობა თვითონ აყენებს ამ შეთანხმების მიღმა თავს. ამ მომენტისთვის თავად დააყენეს ამ ალიანსის მიღმა თავი ამ თავის საქციელში. ვინ რა განცხადებას აკეთებს, ახლა ჩვენ სახელით მაინც ვერ გააკეთებთ, ჩვენ არ ვაპირებთ ალიანსის დატოვებას, როცა გვექნება განსხვავებული აზრი, ამაზე აუცილებლად არ ასე ვთქვათ, ავიკითხებით ხოლმე სხვებს. ამ რეგიონალურ ტურნეში ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია. ზოგადად ცხრაული პარტია არ ესწრება ხოლმე თითოეულ აქტივობას, უბრალოდ ნაცნობ მოძრაობის არ ყოფნა უფრო შესამჩნევია ხოლმე ვიდრე სხვა ძალების გასაგები მიზეზების და გამო. სინამდვილეში ამ რადიკალურ ჯგუფებს მხოლოდ ორი რამ ჭყალებში აერთიანებს. ერთი ეს არის საერთო პატრონების დავალებები, რომელსაც მორჩილად და უსიტყვოდ ასრულებენ და მეორე არის ის სიძულვილი და დაპირისპირება, რომელიც ერთმანეთში მათ წლების განმავლობაში გააჩნიათ. და ეს არის უბრალოდ ის სახე, რაც ესეთ უსამშობლო ადამიანებს აქვთ ხოლმე, რომლებიც საკუთარი აზრი არ გააჩნიათ. ჩერგოლეიშვილი იქნება სააკაშვილი თუ გვარამია, ესენი ყველანი არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერები და წარმომადგენლები. ერთმანეთთან რაც არ უნდა ბოროტი ერით ისაუბრონ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მათი გეგმა, მიზანი არის ერთი. დღეს ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვის უფრო მეტი რესურსი გააჩნია დააზიანოს საკუთარი ქვეყანა. ჩხუბი და დავიდარებაც აქედან არის გამოწვეული. რადიკალურ ოპოზიციას არანაირი ნდობა არ გააჩნია საზოგადოების მხრიდან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს ჩვენმა საზოგადოებამ და თვითონ რადიკალებმაც კარგად იციან. ამიტომ ახლა ეს ფასადური სურვილი რომ რაღაც იარონ საზოგადოებაში და თავის დესტრუქციული შეხედულებები გააცნონ, ფიასკოზე რო არის განწირული, ეს თვითონაც გადასარევად იციან. ან რა შეხვედრებზე და საზოგადოებაში გასვლაზე საუბარი, როდესაც იმ შეკრებებზე ადამიანებს არ უშვებენ, განსხვავებული აზრის მქონე ჩვენს მოქალაქეებს ყრიან შეხვედრებიდან. აზერბაიჯანის პარლამენტმა მილი მეჯლისმა მიიღო გადაწყვეტილება ევროპარლამენტთან ყოველგვარი თანამშრომლობის შეჩერების შესახებ. აზერნიუსის ინფორმაციით გადაწყვეტილება დამტკიცდა პლენარულ სხდომაზე. საკითხის შესწავლის მიზნით შექმნილი იყო სპეციალური კომისია. მილი მეჯლისის ვიცე-სპიკერმა კანონმდებლებს გადაწყვეტილების ტექსტი წარუდგინა, სადაც ნათქვამია, რომ მიღებული რეზოლუციის თანახმად მილი მეჯლისი შეაჩერებს ევროპარლამენტთან ყველა სახის თანამშრომლობას. გარდა ამისა, პარლამენტი დაიწყებს პროცედურებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ. განხილვების შემდეგ გადაწყვეტილების პროექტი კენჭისყრაზე გავიდა და პარლამენტის წევრებმა ერთხმად მიიღეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხაილა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. მისი განცხადებით ორ ქვეყანას შორის ისტორიულმა მეგობრობამ და კულტურულმა სიახლოვემ საქართველოსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის ძალიან მყარი საფუძველი შექმნა. მოუთმენლად ველოდებით ჩვენი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის პარტნიორების შემდგომ გამტკიცებას წერს შალვა პაპუაშვილი. ვულოცავ მიხაილა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას. მოუთმენლად ველოდები ჩვენი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებას. ჩვენს ერებს შორის ისტორიულმა მეგობრობამ და კულტურულმა სიახლოვემ შექმნა ძალიან მყარი საფუძველი საქართველოსა და ბულგარეთს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებისთვის. დღეიდან საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სანქციები გამკაცრდა. ახალი რეგულაციებით გაიზარდა ჯარიმები და გამკაცრდა პასუხისმგებლობა რიგ სამართალ დარღვევებზე. მათ შორის არის სიჩქარის გადაჭარბება, უსაფრთხოების ხვედის გამოუყენებლობა, მობილური სარგებლობა მართვის დროს, ასევე მანევრირების წესების დარღვევა. ცვლილებები ასევე ეხება ტროტუარზე გაჩერებასა და მოძრაობას, რაც უკვე ცალკე სამართალ დარღვევად განისაზღვრა. განსაკუთრებით მკაცრი სანქციებია გათვალისწინებული ეგრეთ წოდებული დრიფტისთვის, თუ მას მოჰყვება ზიანი მძღოლს და ეკისრება 500 ლარიანი ჯარიმა და მართვის უფლება 6 თვით შეუჩერდება. გარდა ამისა, წესრიგდება ბასლაინების გამოყენება. სარღვევის შემთხვევაში მძღოლები არა მხოლოდ დაჯარიმდებიან, არამედ მართვის მოწმობაზე ქულებიც შეუმცირდებათ. აღნიშნული ცვლილება შეეხება სიჩქარის გადაჭარბებას, მანევრების წესის დარღვევას და სხვადასხვა კონკრეტულ სამართალ დარღვევებს, რომელთა ანალიზის შედეგად დადასტურდა, რომ აღნიშნული სამართალ დარღვევები ყველაზე მეტად იწვევდა გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევებს. ჩვენ მოუწოდებთ თითოეულ მძღოლს დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები. შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს ეფექტურ კონტროლს თითოეულ სამართალ დარღვევაზე და სამართალ დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ბუნებრივია მოხდება შესაბამისი მძღოლების დაჯარიმება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო ჩემოტანის ფაქტი აღკვეთეს. სამართალდამცველებმა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს. მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA და ამფეტამინი ნივთმტკიცებად არის ამოღებული. დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარის ძებნილი პირი დააკავეს. საკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და მკვლელობის ფაქტებზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა თბილისში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ ბინაში უკანონოდ შეაღწია და მართლსაწინააღმდეგო დაეუფლა თანხას, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ნივთებს, რომლის ღირებულებამ ჯამში 10,000 ლარი შეადგინა. პოლიციის მიერ ამოღებულია ნაქურდალი ნივთების ნაწილი. დანაშაული 100 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მოხდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით ორი პირის ხელკვალზე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 აპრილს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან გასროლით ერთი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. გამოძიების ინფორმაციითვე ფაქტ შეესწრო ბრალდებულის თანმხლები პირი, თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ლევან ხარაბაძე უხელმძღვანელებს. უწყების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა წარუდგინა. მას ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ლევან ხარაბაძეს უწყების ხელმძღვანელად დანიშნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალ ხელმძღვანელს სამართალდამცავი ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს საგამოძიებო სამსახურის სპეციფიკას. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ლევან ხარაბაძის ხელმძღვანელობით კვლავ აქტიურად გაგრძელდება საფინანსო ეკონომიკური დანაშაულის პრევენცია და გამოვლენა. ლევან ხარაბაძემ მინისტრს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზი გავსვა უწყების თანამშრომელთა პროფესიონალიზმსა და მაღალ პასუხისმგებლობას და აღნიშნა, რომ სამსახური დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად შესრულებას განაგრძობს.
იუსტიციის სახლსა და საქართველოში აკრედიტებულ 16 უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინიციატივა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს აკადემიური ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში განამტკიცონ და სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესს უშუალოდ იუსტიციის სახლში გაეცნონ. სიახლე ითვალისწინებს ახალგაზრდების მხარდაჭერას არ მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებშიც, რაც ხელს შეუწყობს განათლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თანაბარ ხელმისაწვდომობას ქვეყნის მასშტაბით. ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან, რომლის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ადგილზე გაეცნონ და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება საჯარო სერვისების მიწოდებისა და ზოგადად საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით. აღნიშნული პროექტი ასევე იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მასში ჩართვა შეიძლება როგორც თბილისის, ასევე რეგიონის უნივერსიტეტების სტუდენტებს. ექნება სტუდენტებს საშუალება კონკრეტულად გაეცნონ იმ ყველა ელექტრონულ თუ სხვაგვარი ტიპის იურიდიულ სერვისებს, რომელიც მიეწოდება იუსტიციის სამინისტროს მიერ. შესაბამისად, ჩვენ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, რომ უშუალოდ იყვნენ ჩართული იმ პროცესში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამინისტროსთვის. დღეს გავაფორმეთ 16 უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ამ მემორანდუმების მთავარ არსს წარმოადგენს სტუდენტებს მივცეთ შესაძლებლობა სასწავლო პრაქტიკა გაიარონ იუსტიციის სახლებში. რა თქმა უნდა, ეს მათ პროფესიულ უნარჩვევების გამომუშავებაში დაეხმარებათ, ხოლო საჯარო უწყებებს, განსაკუთრებით იუსტიციის სახლს, მისცემს შესაძლებლობას ყავდეს პოტენციურად პრაქტიკული გამოცდილების მქონე მომავალი თანამშრომელი. საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი ქუთაისში ქალაქის მერიის ორგანიზებით ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იმართება. ფორუმი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში ახალგაზრდები 7 ქვეყნიდან მონაწილეობენ. ღონისძიება განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და მის მიზანს ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენს. ფორუმს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებიან. ქუთაისი მასპინძლობს ჩვენი დამეგობრებული და პარტნიორი ქალაქებიდან ახალგაზრდებს. ესენი არიან ბულგარეთიდან, უკრაინიდან, საბერძნეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან. დიდი იმედი მაქვს, რომ ფორუმი სამომავლოდაც დაიდებს ისეთ საფუძვლებს, რომ ყოველწლიურად გავაგრძელებთ და ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა გაუზიარონ ჩვენს პარტნიორ და დამეგობრებული ქალაქებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს თავიანთი ცოდნა, თავიანთი შეხედულება დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაზე. ჩვენი უნივერსიტეტში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმასპინძლოთ საერთაშორისო ფორუმებს, იმიტომ რომ თვისებრივად უნივერსიტეტი არის საერთაშორისო იდეების და საერთაშორისო სისტემის მატარებელი უნივერსიტეტი. ახალგაზრდული ინიციატივები და ახალგაზრდების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე ჩართულობა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ჩვენი ახალგაზრდების და მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას. გლობალური დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, დღევანდელი ახალგაზრდები, რომლებიც დელეგაციებით არიან ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და ასე შემდეგ, ვთვლი, რომ ძალიან ბევრს წაიღებენ ჩვენგან და ჩვენს საერთაშორისო შესაძლებლობებს გავიცნობით ქუთაისელი ახალგაზრდები. სტუდენტურმა ფესტივალმა სტარტი რუსთავიდან აიღო. ღონისძიების ფარგლებში რუსთავის სპორტის სასახლეში სხვადასხვა სპორტული აქტივობები გაიმართება. 6 საათზე კი რუსთავის პარკის მიმართულებით უნივერსიტეტების საზეიმო მსვლელობა მოეწყობა. ფესტივალის საზეიმო გახსნა კი 8 საათზე იგეგმება. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია 45 კონკურსი, შეჯიბრი როგორც სპორტული, ისე კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებებით. წელს ერთ-ერთი სიახლეა მარათონი, რომელიც 14 ივნის თბილისში გაიმართება და მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ღონისძიებები კულტურული მიმართულებით კი ქუთაისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხესა და თელავშიც გაიმართება. წლის შემაჯამებელი უმაღლესი სასწავლებლის წოდებას ის უნივერსიტეტი მოიპოვებს, რომლის სტუდენტებიც ყველაზე მეტ ასპარეზობაში გაიმარჯვებენ. სტუდენტური ფესტივალის პარტნიორია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, რუსთავის მერია და ახალგაზრდობის სააგენტო. დღის განმავლობაში ჩატარდება ტურნირები სპორტის 5 სახეობაში, ხოლო საღამოს განხორციელდება ფესტივალის ოფიციალური გახსნის ნაწილი, რომელიც მოიცავს როგორც ოფიციალურ ნაწილს, ასევე კულტურულ ნაწილს. იქნება ჯგუფი ურსას კონცერტი, შემდგომ დიჯეის, შესაბამისად ყველა მსურველს ველოდებით და ესწრება თავისუფალია. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის სპორტსმენებისთვის, იმიტომ რომ გამოცდილება სპორტსმენისთვის დიდ როლს თამაშობს შეჯიბრებებში, რაც უფრო ხშირად ჩატარდება ასეთი ღონისძიებები, მით უფრო კარგი იქნება სპორტსმენებისთვის.
კახეთის რეგიონში 600 ჰექტარ ფართობზე ჭალის ტყის აღდგენა მიმდინარეობს. პროექტის სადღეო სექტორის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეებს გააცნეს. შეხვედრაზე ტყის აღდგენის პრაქტიკასა და მეთოდოლოგიაზე იმსჯელეს. შეხვედრა ეროვნული სადღეო სააგენტოს ინიციატივით გაიმართა და მასში აჭარის სადღეო სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. თელავის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ჭალის ტყის აღდგენა. პროექტი ხორციელდება 600 ჰექტარზე. GCF-ის პროექტში ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს სამიზნე მუნიციპალიტეტები. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მთლიანობაში 20,000 ჰექტარზე უნდა აღვადგინოთ ტყე. პრიორიტეტია სატყეო სააგენტოსთვის დეგრადირებული ტყეების აღდგენა და ამ მიმართულებით აქტიური სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება. ეს ყო ბოლო ინფორმაცია პირველზე ერთმანეთს უბრალოდ 4-ზე შევხვდებით დროებით.